რომ ძალიან კარგია. იმედია რომ უფრო შეივსება სტადიონი ჩაწოდება საჯარიმოში რა კარგი ეპიზოდი იყო და იქნება დარტყმა კარიდან. მოუგეს ტყიბულის მეშახტეს ნახოთ კიდევ ერთხელ ეს ეპიზოდი. ნინუას ჩაწოდება და ვერ დაარტყა ამ ეპიზოდში კი ბატონო ნიკოლოზ უგრეხელიძემ. ტორპედომ მოიგო 3-0, საკმაოდ დამაჯერებლად თამაშა. რა მოხდება დოლტმუზიევის გადაცემა ხარებაშვილი, ისევ ჰალი დოლტმუზიევი, კარგი იყო დოლტმუზიევი, დარტყმა ფილიპ კლიაიჩი შესანიშნავია. დინამო ბურთი ვერ ამოიტანა. ეს კი ეპიზოდი, როცა ჰალი დოლტმუზიევი ურტყამდა ფილიპ კლიაიჩის კარის მიმართულებით და ძალიან კარგად თამაშა. უთაიზოთა კარგი პასი არაბიძეზე როგორ გაამწოვებს სიტუაციას ჩაწოდება საჯარიმოში და ფელიპე პირესი ვერ გამოიყენა ეს შანსი ფელიპე. ერთხელ ნახოთ ეს ეპიზოდი არ არის თამაშგარე მდგომარეობა არაბიძემაც მწვავე პასი გააკეთა თუმცა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ვერ დაასრულა ეს ეპიზოდი. პასი დოლტმუზიევი მიიღო ბურთი სორიმანე გადაარჩინა ამ ეპიზოდში. ტრაქის პასი არაბიძე მიიღო ბურთი. ჩამოიღო რა კარგი პასი გააკეთა არაბიძემ მამუჩაშვილი ჩაწოდება და გადარჩა ამ ეპიზოდში დინამო თბილისი. კიდევ ერთხელ ის პასი, რომელიც გააკეთა არაბიძემ, ბილი გადაცემა მამუჩაშვილის და ვერ დაარტყა ეს. კეთესია ტორპედო წუთის განმავლობაში ჩაწოდება დარტყმა ვერ მოხერხდა არაბიძე დარტყმა და გადარჩა ამ ეპიზოდში დინამო თბილისი. უკეთ მართებდა დარტყმა ტორპედოს მე-11 ნომერს. აკი დინამოს ცელობა ცელდება იერში რუი მონტეირო წრუმოძრაობა პასი დარტყმა შეიძლება და მატეო შიმიჩი შესანიშნავია ამ ეპიზოდში ტორპედოს მე-4 ნომერი. ძალიან კარგად ითამაშა ხორვატმა მცველმა. ედო წრუმოძრაობა პასი იოროს და შიმიჩმა აჯობა მონტეირო. კარგად ითამაშა მონტეირომაც როგორ ჩამოიშორა იქ ნადარაია. ნინუა შორი მანძილიდან გაისროლა რიკოშეტი და ისე ფილიპიაიში. აი აქ კარგი შანსი ტორპედოს ფელიპე პირესი საჯარიმოშია. გრძელდება შეტევა პირესი მიიღო ბურთი პასი უნდა გააკეთოს არაბიძე დარტყმა და გორია ადგილზეა. ნინუა აბდულაი იორო ისე ეს კი კიდევ ერთხელ მომენტი როცა დაარტყა კარის მიმართულებით. არევდა ასოკლუბებში აქ ნახოთ რუი მონტეირო საჯარიმოშია მონტეირო წრუმოძრაობა კარგად ითამაშა დარტყმა შეიძლება და კატასტროფულად დაარტყა რუი მონტეირომ დაშინვლად კიდევ ერთხელ ნადარაიაც მოატყუა. აი კიდევ ერთი წრუმოძრაობა და დარტყმა იყო ძალიან ცუდი. შიმიჩი დაიძრა აი ქრისტი თამაში ნადარაიაზე. არაბიძე კიდევ ერთი აი ესეთი ჭკვიანური პასი ჩაწოდება საჯარიმოში ლორიამ ითამაშა. რას მოიფიქრებს რა გაგრძელება იქნება ეპიზოდს პასი არაბიძე მიიღო ბურთი დარტყმა და ლორია სეივი შესანიშნავი იყო გიორგი ლორია გადაარჩინა გუნდი. ნადარაიამ ითამაშა კარგად გრძელდება იერში ყომრენ ანდრიჩი. არაბიძე ეხსნება მამუჩაშვილის პასი არაბიძე წრუმოძრაობა საჯარიმოში აქ მისმივა ბურთი დარტყმა და გადარჩა ამ ეპიზოდში
დინამო თბილისი. მატეის შიმით შეეძლო ანგარიშის გახსნა დღევანდელ. კიდევ ერთხელ გაისმის საფინალო სასწვენის ხმა 0-0. აი ესე დასრულდა დღევანდელი დაპირისპირება.